კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ინტერნეტ, ტელე და რადიო მაუწყებლობას, თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის ღამის სტუდიას, მე ჟურნალისტი ბონდო ძინარაშვილი ვარ და გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. საღამშვიდობისა ბატონო ვაჟა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენი საუბრის თემა ბუნებრივია არის 31 იანვრისთვის დაგეგმილი აქცია, მიტინგი, მანიფესტაცია, მსვლელობა, რომელიც დაიწყება რუსთაველის ძეგლთან დღის 3 საათზე მეტრო რუსთაველთან, გაგრძელდება რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობით და დასრულდება იუსტიციის სახლთან, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, სადაც 2006 წლის 2 მაისს ჩაცხრილეს ზურაბ ვაზაგაშვილი. ბატონო ვაჟა, დღეს საზოგადოების იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავისი შვილის საფლავზე აფეთქების შემდეგ, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა მოთხოვნა სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან ხალხი, რომ აუცილებლად დასაჯოს დამნაშავეები და დაამკვიდროს სამართლიანობა ამ ქვეყანაში. ხელისუფლებამ 3 დღის შემდეგ უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომით. თუმცა ბუნებრივია ხალხს ეს სულაც არ აკმაყოფილებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ახლა ხელისუფლებამ? უпростоრედ რა ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ მაინც დაადგეს საშველი სამართლიანობის დამკვიდრებას ამ ქვეყანაში. თუ ყველაფერი უკვე დაგვიანებულია და ამ ხელისუფლებაზე ხელი უნდა ჩაიქნიოს ხალხმა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. უპირველესად მინდა მივსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს ამ ძიმე ტრაგედიისა გამო. ისინი ჩემი მშობლიური რაიონიდან, კასპის რაიონის სოფელი ყარაფილადან არიან. საერთოდ ვაზაგაშვილების გვარი ცნობილი გვარია. მათი ერთი ნათესავი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმდროინდელ კეპეში იყო ცნობილი მათემატიკოსი, იყო ვაზაგაშვილი ერთი ცნობილი მოჭიდავე და საერთოდ ვაჟკაცი ხალხი იყო, არიან ესენი და მე მახსენდება, როდესაც გენერალურ მთავარ პროკურატურასთან მქონდა ჩვენ აქცია, აი იური ვაზაგაშვილის შემართება, ესეთი გაღეღილი მკერდით ეს ამხელა ხოვანი კაცი, როგორი მგზნებარებით გამოვიდა სიტყვით და როგორ თავდაუზოგავად იბრძოდა. და უპირველესად სწორედ მინდა მევსამძიმრო ამ ძვირფას ოჯახს ასეთი ძვირფასი მამულიშვილის დაკარგვის და მოღვაწის დაკარგვის გამო. ხოლო რაც შეეხება თქვენ კითხვას, თუ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ახლა ის ჭიკაიძის გადადგომა, ეს რაღაცა ჭიკაიძის ერთი ფიგურის შეწირვა ამ ხელისუფლების მხრიდან ვერაფერს სიკეთეს ვერ მოუტანს საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ 2 წელიწად ნახევარი ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ, მე ერთი თვის მოსული იყო ოცნება, როდესაც ასეთი ტერმინი ვიხმარე გაზეთ ახალ თაობაში დაიბეჭდა ეს ინტერვიუ, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს იკვეთება ნაცოცების კონტურები მეთქი. და ეს ტერმინი მე აიტაცეს ნაცოცები, ნაციონალური მოძრაობა და ოცნება. მე ამას მოყვა ცნობილი კოჰაბიტაცია იქ ნატოს გემდივნის გამოძღვრა და ასე შემდეგ და ხალხს ნელ-ნელა გაუცრუდა იმედი იმისა, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგებოდა და საქართველო ნორმალური დემოკრატიული გზით სრბოლას გააგრძელებდა. პირიქით, საქართველო ყოველდღიურად როგორც ქართული სახელმწიფო და საერთოდ როგორც ქართველთა სახელმწიფო დაშლის პირასაა, დანგრევის პირასაა, ხალხი არის გაუბედურებული, სოციალურად შეჭირვებული და ფსიქოლოგიურად უკვე დაჩაგრული, დაბეჭავებული. საზოგადოებას იმის ძალაც უკვე აღარ შესწევს პროტესტი გამოხატოს ისეთ აშკარა მოვლენებზე, როგორიც არის თქვა თუ იგივე საყდრისის აფეთქება. გამოხატოს პროტესტი თუნდაც ისეთ მოვლენაზე, როგორიც არის დოლარის რყევა, აი 2-ზე და 0-ზეა დოლარი. და აი ამას ემატება ის, რომ უდიდესი ტერორისტული აქტი შვილის საფლავზე მამის აფეთქება, რა ვიცი ეს მე მიკვირს, რატო ჩვენი
ეგრეთ წოდებული უცხოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც აქ იმყოფება უცხოეთის საელჩობის მხრიდან, არ გამოთქვავენ თავის სამძიმარს და არ გამოხატავენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოთქვა სამძიმარი. ნუ ეხლა ფაქტია, რომ იმავე დღეს გამოეხმაურა რიჩარდ მაგრამ ეს არ არის ისა ბატონო ბონდო იმ დონის არც გამოთქმული პროტესტი. ეხლა მაგათ შეშფოთებებს ჩვენ ხშირად ვხედავთ, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ტერორისტული აქტი, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ხდება, ბუნებრივია უდიდეს რეზონანსს იძლევა. მაგრამ არც ჩვენმა საინფორმაციო საშუალებებმა, არც ხელისუფლებამ და არც უცხოურმა საელჩოებმა არ გამოხატეს ასეთი დამოკიდებულება ამ აქტისადმი. ისე რაღაცნაირად ჩვეულებრივად უნდა ჩაატარონ, მაგრამ საბედნიეროდ თითქოს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ამას გრძნობდა წინ და წინ რომ და ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ამ 2 წლის წინ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა და რომელსაც მიეძღვნა 2014 წლის 14 დეკემბერს ბათუმში 12000-იანი მიტინგი ერას მოედანზე, უპირველესი მოთხოვნა რა იყო? სამართლიანობის აღდგენა და დასჯილიყვნენ სააკაშვილის კრიმინალური ბანდის დამნაშავენი. და მეორე მოთხოვნა იყო თქვათ იქ ბუნებრივი რომ კუთვნილი მიწა აჭარის მოსახლეობას გადაცემოდა თავის მამაპაპეული მიწის ნაკვეთი და ჩატარებულიყო ის მიწის რეფორმა ჩვეულებრივად როგორც საქართველოს სხვა რაიონებში და რეგიონებში ჩატარდა. ესე იგი რამ შეუშალა ხელი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მე კარგად მახსოვს ამ სტუდიაში არაერთხელ გისაუბრიათ ამის თაობაზე თქვენს და ალიანსის სხვა ლიდერებსაც მუდმივად ამბობდით საუბრობდით იმის თაობაზე რომ აუცილებელი იყო ქართულ ოცნებას შეესრულებინა წინასაარჩევნო მთავარი დაპირება სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. ასევე ხელისუფლება სისტემატურად მუდმივად იმეორებდა რომ ის ამას აკეთებდა და მიმდინარეობდა გამოძიება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მუშაობდა პროკურატურა და ასე შემდეგ. დავინახეთ კბილაშვილის ერთწლიანმა მუშაობამ ნაციონალებისთვის ის აღმოჩნდა კბილაშვილი კი არა ტკბილაშვილი შენერად ტკბილად წავიდა და ზოგიერთმა ძალიან დიდი ფულით იშოვა იმ კბილაშვილთან მუშაობის დროს. და ისინიც გაქცეულები არიან ქვეყნიდან. ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა. რა უშლიდა ხელს ხელისუფლებას ამაში? ხელისუფლებას სურდა რომ აღედგინა სამართლიანობა და ობიექტური გარემოებები არსებობდა. ხელისუფლებას სურდა, მე ვგულისხმობ თქვათ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, შემდგომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, მათ სურდათ რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და კადრების კვალიფიციურობა, უბრალოდ არაკვალიფიციურობა უშლიდათ ხელს, ანუ ეს იყო ობიექტური გარემოებები. თუ საერთოდ არ არსებობდა პოლიტიკური ნება და ის კოაბიტაცია, რომელსაც თქვენც და სხვა ლიდერებიც აქტიურად აპროტესტებდით, მისაღები იყო დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც და ხელი ხელს ბანს პრინციპით ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთად არა მხოლოდ პარლამენტში. მოგახსენებთ. არც მაშინ, როცა ქართული ოცნება მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, როცა ქართველმა ხალხმა მოიყვანა ქართული ოცნება, არ ელოდნენ ისინი, რომ 60%-ით მოვიდოდნენ. საქმე იმაშია, რომ ეს არის ფაქტიურად ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, მხოლოდ სხვადასხვა ფერის ჩოხაში გამოწყობილი და სხვადასხვა ფერის ჩიხტიკოპებით მორთული ქალბატონებით. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც იმართება ერთი და იგივე საზღვარგარეთელი ბოსებისაგან. იმ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი იქნება, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ ვანო მერაბიშვილი მნიშვნელობა არ აქვს და ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ. ეხლა ჩვენ ნუ ვიწყებთ რომ ეს არის მეფე კეთილია, იმან არაფერი არ იცის და ზოგიერთს გონია რომ ეს ბედნიერებაა რომ ის იბრძვის ამისთვის. იცით რა შეა საქმე? გავიდა 2 წელიწად ნახევარ და შენ თუ კეთილი ნება გაგაჩნია. ამ 2 წელიწად ნახევარში უნდა დაგენახვებინა ხალხისთვის რომ კეთილი ნება გაგაჩნია. ეს კეთილი ნება ვერ დაინახა ხალხმა. იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ძალა ერთი და იგივე პიროვნებით, ერთი და იგივე ბოსებით მართული საზღვარგარეთიდან. ეს არის ძალა, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია ქართველობის არ გააჩნია. ეს არის ძალა, ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. არავინ არ თქვას, რომ ეხლა ეს არის რაღაცა პოზიცია. ეს არის თამაში, სადაც სხედან უბრალოდ სხვადასხვა ფერის ფორმაში გამოწყობილი ერთი და იგივე ადამიანები. დააკვირდით მე ხშირად ვიმეორებ ხომ ამ სიტყვას, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებ შენ და პარლამენტში ერთი კაცი არ გამოვა. ქვეყანაში, რომელსაც გრიგოლ ხანძთელი ყავდა და არსენი ყალთოელი და გიორგი ათონელი
და ერთი კაცი არ იტყვის რომ არ შეიძლება ძაღლს იყოს თქვენის მკვდრისა და ასეთი კანონის მიღება ეს პარლამენტი არ არის ეს არ არის მთავრობა რომელიც თავს დაუქნევს საყდრისის აფეთქებას ჩემთვის როგორც პოეტისთვის ეს არის მიუღებელია ქართული ოცნებაც ჩემთვის და ნაციონალური მოძრაობაც მეტი რა ვთქვა კაცო ჩვენ ვართ საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ერთი თაობა და აი ამ თაობაში არიან მოღალატეები და ხშირად მithქვია უცხოურ ქვეყნებს საქართველოს ყლაპიებს როგორც გოგლა ლეონიძე უწოდებდა ქართველ ყლაპიებს ადვილად შეუძლიათ მოისყიდონ მთელ ქვეყანაში 300 კაცი და ეს ქვეყანა იქნება დაპყრობილი 150 პარლამენტარი 30 თუ 50 მთავრობის წევრი და მათი ახლობლები წეები და ასე შემდეგ ნუ 300 კაცი თქვი და 1-2 ტელევიზია დამთავრდა ქვეყანა დაპყრობილი და საქართველოს არის დაპყრობილი ქართველი ხალხი არის დამონებული და ამიტომაც აუცილებელია კონსოლიდაცია 31 იანვარს 3 საათზე გამოიღვიძე ჩემო საქართველო გამოიღვიძე თორე საათები იქნება და დღეები იქნება დათვლილი თქვენთვის გამოიღვიძეთ ჩემო ძვირფასო ქართველებო გემუდარებით იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევითი შეკრება და ეს არ არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის შემთხვევითი მოწოდება ყველა დავდგეთ უნდა 31-ში მთელი ოჯახებით მთელი ახლობლობით მთელი ნათესაობით 3 საათზე რუსთაველის ძეგლთან რათა ერთხელ კიდევ დავანახოთ ჩვენ მტერს ქართველ ყლაპია მტერს რომ საქართველო ცოცხალია რომ საქართველო არსებობს ჯერ კიდევ თორე დააკვირდით 5 ქართველი კვდება და 1 ქართველი იბადება საით მიდის ეს პროცესი დააკვირდით ხვალზე რა იქნება თუ ასე გაგრძელდა 10-20 წელი შეცვალა რამე ამ ხელისუფლებამ ქართველობის მხრივ რომ ქართული სახელმწიფო გაძლიერდეს შეცვალა რომ ან დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდეს ან ეროვნული წარმოება გაძლიერდეს და ფეხზე დადგეს ეროვნული ბიზნესი ან კულტურული მემკვიდრეობა რომ გადარჩეს ან განათლების სისტემა რომ იყოს ნორმალური გააკეთა რამე ამ მთავრობამ გეკითხებით ეხლა რა თმინდა მაგათი ქართული ოცნება იმ ოცნებაში თვითონ იყვნენ და იმ ნეტარებაში თავისი მილიარდებით და მილიონებით მე ერთი ქართველი პოეტი კაცი ვარ და მე ჩემი სამშობლო მიყვარს და მე ვხედავ რომ ყოველდღე ჩემს საქართველოს თითო კონგური ეშლება თითო კენჭი აკლდება იმ დუღაბს რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს და ამიტომაც არის საჭირო გამოფხიზლება რა იყო ბათუმში რატო იყო ეს მოთხოვნა უპირველესი რომ აღდგენილიყო სამართლიანობა რომ დაჯილიყვნენ ის დამნაშავენი იმ დამნაშავების გარეშე იმ სპეც დანიშნულებაში ნაწილებში გამოწრთობილი ხალხის გარეშე ყარაფილას სასაფლაოზე იორა ვაზაგაშვილს ვერ აფეთქებდა ვერავინ მე და ეს ხლაპუშკა არ არის გადააგდო და აფეთქო ეს არის დაგეგმილი ოპერაცია რომელსაც უნდა ძალიან დეტალური ანალიზი და ამითი მარტო იურა ვაზაგაშვილი კი არა აფეთქეს კაცო ეს ვაშკაცი კაცი ყველას დაუქნიეს ხელი შენ თუ ასე ქართველობისთვის ესეთი ვაშკაცური სულით იბრძოლებ სამართლიანობისთვის შენ ხვალე ესე აგაფეთქებთ ან ჩაგცხრილავთ ან ესე იგი გრძელდება სააკაშვილის 2004 წელში ამ იმისი რა ქვია ნაძირალა ნაპრეზიდენტალის დაწყებული ანტიქართული პოლიტიკა ქართველთა განადგურებისა ქუჩებში ჩაცხრილისვა დაპატიმრებისა წამებისა აფეთქებისა ახლა უკვე სასაფლაოზე სასაფლაოზე აფეთქებისა ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა როდესაც 150 ბიჭი ქუჩებში ჩაგვიცხრილეს როგორ არ ამოვიღეთ ბატონო ძალიან აქტიურადაც ვაპროტესტებდით ამას მოძრაობა და ეს ჯგუფი ეს გუნდი რომელიც დათო თარხანმოურავის და ირმა ინაშვილის გარშემო იყო იბრძოდა და იბრძვის დღესაც მაგრამ მე მინდა სრულიად საქართველოს გამოფხიზლდეს ეს ჩვენთვის არ არის ჩვენი თავებისთვის ან სავარძლებისთვის ბრძოლა გრძნობთ რომ საქართველოს გადასარჩენად არის ბრძოლა კეთილი ბატონო ვაჟა მაყურებელია პირდაპირ ეთერში მოусვინოთ და შემდგომ განვაგრძოთ საუბარი დიახ გისმენთ მოგესალმებით ისმის ჩემი ხმა დიახ ისმის გამარჯობა ჩემო ბონდო მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემით შენი კოლეგა დიტო ჩუბინიძე და დიდი სიყვარულით მივესალმები და პატივისცემით ასევე ბატონ ვაჟას გამარჯობა ჩემი უცხოელი სურვილები და პატივისცემა ძალიან თანხმებზე საუბრობ ჩემო ესა რა ქვია ჩემო ბონდო მოკლედ აი რო იტყია სისხლი გაგეტინება კარგვებში მაგრამ მე მინდა რომ კიდევ უფრო მეტი დისონანსი შევიტანო თქვენს ამ გადაცემაში და გავუწყოთ ერთი რამ რომ საქართველოს დამაქცევრებმა როგორც ბატონი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს თავისი შვილების საფლავთან ეხლა დღეს საქართველოს დამაქცევრებმა შეიძლება ერთი ახალგაზრდა კაცი მოკლან აი ამ წუთებში ეხლა ბორჯომის რაიონში ქალაქ ბორჯომში სპეცოპერაციას ამზადებენ იმ ადამიანის წინააღმდეგ რომელმაც 2014 წლის 13 ოქტომბერს თეატრალური წარმოდგენა გააკეთა და ბორჯომის ქარხნის წინ დადგა მამუკა ხაზარაძის კუბო
და აი ამის შემდეგ ამ კაცის ცხოვრებაში ინგრევა და ილეწება ის ციხე-ხონგურები და ის ახალგაზრდობა და კაცი დატოვეს ყოველგვარი ბიზნესის, ყოველგვარი სახსარის გარეშე, შეუქმნეს ოჯახში პრობლემები, გამოიყვანეს აი ამ ამათმავლობაში მხილებულმა მამუკა ხვედელიანმა ვიღაც კრიმინალები გამოაწრია, დღესაც ესენი მართავენ საქართველოს და აი ამ კაცის წინ, სახლის წინ ყვირიან რაღაცებს და კაცია იცით, აქ შალვა აბულაძეზე ვსაუბრობ, მე, ჩემი რესპონდენტი არის ეს ადამიანი და იხვეწებოდა და ეხმერხებოდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ნუ მიმაბრუნოთ ჩემი კრიმინალური წარსულისკენ, საიდანაც გამოვედიო, ნუ გამიკეთებ თუ ამასო და ეხმერხებოდა მამუკა ხაზარაძესაც. მე შენო ხელებით არ შეგებრძოლებიო, თავით შეგებრძოლებიო და როგორ ჩანს დღეს იქ რაღაცა მოხდა, კაცმა არ იცის რა მოხდა. პოლიციელებსა და ვიღაც უცნო პიროვნებას შორის რაღაც შეტაკება და დღეს დამირეკეს მე ჩემმა რესპონდენტებმა და მეგობრებმა ბორჯომიდან რომ აი ეს პოლიციელები ამზადებენ პირდაპირ ხელს ადებენ რომ ეს უნდა მოუკრათო და გავანადგუროთო. აი მე ხელს ვადებ და ხელს ვიშვერ ჟურნალისტი გაზეთ ასავალ-დასავალის კორესპონდენტი დო ჩუვინიძე რომ ეს ყველაფერი ამ კაცის წინააღმდეგ დაიწყო 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ როცა მან მოაწყო თეატრალური წარმოდგენა ბორჯომის ქარხნის წინ და ამხილა მამუკა ხაზარაძე. აი ამ უბედურებაში, ამხილა TVC ბანკი ამ უბედურებაში და აი ეს ყაჩაღ ბანკირები, რომლებიც საქართველოზე გადიან და გამოდიან. და მე ძალიან გთხოვ, ჩემო ბონდო, ბატონო ვაჟა, როგორც ქართველ კაცს და როგორც ქართველ პოეტს, იქ თქვენი ეთერის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ თელ საქართველოს, რომ აი ახლა ამ წუთებში ბორჯომში შეწყვიტონ ის სპეცოპერაცია და პირველ რიგში თუ ვინმეა ლიკვიდაციის და განადგურების ღირსის ნაციონალად იქექვია თუ ჯანდაბა იმას რქვია მამათმავლობაში მხილებული მამუკა ხვედელიანი და ამ პატრიოტთან ბიჭს რომელსაც თქვა საქართველოს ძალიან უყვარს და რომელიც იმართლისთვის იბრძოდა თავი გაანებონ და გამოიძიონ ეს საქმე რა მოხდა აი კაცმა იცის რა პროვოკაცია მოუწყვეს კაცმა არ იცის ძალიან დიდი მადლობა ამისათვის აი მე მინდა რომ ხალბატონ ირმას ძალიან დიდი მადლობა და დიდი პატივისცემა და დაძმური სიყვარული დაუფიქსირო რომ ვერავის ხმა ვერ მივაწვდინე გადაპენტილია საქართველოს ტელესივრცე ნანუკა შოუებით იმის შოუებით ამის შოუებით ყველას გათიშული აქვს ტელეფონები და ერთადერთი ირმამ აიღო ამ რო იტყვიან უდრო სხურმილი და თხოვე რომ რაღაცნაირად იქნება შემოვეშვი ეთერში აი ეს არის ჩემი გულის ტკივილი და მე მინდა რომ ეს ინფორმაცია განავრცოთ და გააჟღეროთ. დიდი მადლობა. კეთილი. კარგი მადლობა. დიდი მადლობა ცნობილი ჟურნალისტი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საუბრობდა ობიექტივის ღამის სტუდიის პირდაპირ ეთერში. იმედია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ყურადღებით მოისმინეს ჩვენი მეგობრის და კოლეგის დიტო ჩუბინიძის ეს აღშფოთებული საუბარი. და არც აღმაშფოთებელი ფაქტი ხდება, როგორც ჩანს, იქ რაკი ასეთი ემოციური იყო დიტო ამ საუბრის დროს და იმედია მიხედავენ წინა სამართლებრივად მოაგვარებენ იმ პრობლემას, რომელიც დღეს ბორჯომში დგას. ბატონო ვაჟა, დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი. ეს იყო ერთი ადამიანის გასაჩერებლად, გასაჩუმებლად, სამუდამოდ გასაჩუმებლად, ასე ვთქვათ. მოწყობილი ტერაქტი ეს იყო სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი ადამიანების დასაშინებლად მოწყობილი ტერაქტი თუ ეს იყო ტერაქტი ხელისუფლებისთვის იმის მიმანიშნებლად რომ თუ კი კვლავაც შეეცდებით თუნდაც იოტის ოდენა მხარდაჭერას მაინც სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის და ჩვენ ვიცით რომ 2 დღით ადრე ტრაგიკულ აღსასრულამდე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა იქნება ეს ხელისუფლების მიმართაც იყო მიმართული მუქარა რომ ჩვენ შეგვიძლია აი ასე გავანადგუროთ ნებისმიერ ის ადამიანი რომელსაც თქვენ მხარდაჭერას გამოუცხადებთ დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა იმის თაობაზე პანაშვიდზე იყო მისული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძივრა თქვა რომ დიახ ეს შეხვედრა გაიმართა და მათ ისაუბრეს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და აუცილებლად დატოვებდნენ სამსახურს ის ადამიანები რომლებსაც გარკვეული ბრალი მიუწყვით ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში რა იყო ეს რატომ უნდა ჩაედინათ ეს შემზარავი აქტი სწორედ ამ ფორმით რათა საზოგადოების ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიეპყროთ ამ რიტუალური მკვლელობას. ბატონო ბონდო, ეგ სამივე რაც ჩამოთვალეთ, სამივე ერთად აღებულია ამ შემთხვევაში. აქ არის სამი კურდღლის დაჭერის მცდელობა. მე ასეთ კვალიფიკაციას მივცემდი, ეს არ არის მარტო, თქვათ, იური ვაზაგაშვილის განადგურების, ანუ ეს არის იური ვაზაგაშვილის, რა თქმა უნდა, სიმართლისათვის და სამართლიანობისათვის მებრძოლი კაცის განადგურება. ეს არის
დაშინება იმ ხალხისა, რომ ანალოგიური დაგემართება, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და ხელისუფლებისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად ალბათ ხელისუფლებისთვის გაფრთხილება, რომ აი შენ თუ ასე მე მინდა ვიკითხო, ახლა ეს ხელისუფლება რას იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის ძალიან მაინტერესებს რა. იური ვაზაგაშვილი აღარ სარაკეთებდა ჩვენ ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ამ კოლელებზე და რამდენჯერ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბატონო ერთ ირაკლი ღარიბაშვილმა დეკემბერში განაცხადა, რომ ახალი წლიდან, ანუ ახლა უკვე თებერვლიდან სპეციალური განყოფილება შეიქმნებოდა მთავარ პროკურატურაში, რომელიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე იმუშავებდა. აი ამას გულისხმობ მე, როდესაც თქვა ხელისუფლების აქტიურობაზე ვამახვილებ. მე ამ ხელისუფლების აბსოლუტურად არ ამჯერა რა. ირმაინაშვილი გამოვიდა და ბრძანა, რომ ფაქტიურად აი გახსნილი კარტებით რო იტყვიან და ბრძანა, ვინ უშლიდა ამ ხელისუფლებას ხელს აი 2015 წლის იანვრამდე ირაკლი ღარიბაშვილის, ვინ უშლიდა ხელს, რომ ის ხალხი რომლებიც სპეცსამსახურებში, სპეცდანიშნულების ნაწილებში, მთავარ პროკურატურაში, ქალაქის პროკურატურებში, გამგეობებში, მერიაში და ასე შემდეგ და შემდეგ კაცო გაეთავისუფლება უამრავი ნიჭიერი ადამიანი, წეგან ბატონი სულხან მოლაშვილი, ჩემი მეგობარი საუბრობდა, იგივე გიამეფარიშვილი, თედონინიძე, რამდენი წესიერი კაცია, ხო, სახში რო ზის, პროფესიონალი იურისტიც და მართლაც გამობძმედილი ამ საქმე. სხვაგან ავიღოთ, კაცო, მინისტრები ავიღოთ, ვინ არიან, ან მინისტრები ვინ არიან, ან მინისტრის მოადგილეები ვინ არიან, ან დეპარტამენტის თავმჯდომარეები რო არიან. იმ დღეს გავაკრიტიკე ის განათლების მინისტრი, ესე იგი, ისე შეიცხადეს, ვითომ ეხლა 9 იაკობ გოგებაშვილის ისენიანი ხელები არიან, კაცო. წიგნი არ გადაუშლიათ და ორი წიგნი არ წაუკითხიათ. როგორ შეიძლება, კაცო? ლექცია არ ჩაუტარებიათ, გაკვეთილი არ ჩაუტარებიათ და განათლების მინისტრები არიან. ხო, მაშინ რა ქვია, ვენახში არ გაუვლიათ და იმას ვერ არჩევენ, რა ქვია, ძროხას და იმისგან ერთმანეთისგან ხარს და ნიშნავენ მინისტრებად. რა აზრი აქვს ეხლა? ეს არის ჰაერის და წყლის ძალიან ბევრი გამოუცდელი ადამიანია სამწუხაროდ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბევრი გამოუცდელი კი არ არის. ეს მთავრობა უნდა გადადგეს. უნდა დაენიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს პარლამენტი არის გასაყრელი აბსოლუტურად ოცნებას და ნაცებით. და ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, რომ უნდა მოიყვანოს ეროვნული პატრიოტული ძალა. უნდა დავდგეთ კიდევ მეორე 31-ში ჩვენი ამ მოთხოვნებით. მე არ ამჯერა ამ ხელისუფლების, რომ ეს ხელისუფლება ან 31 ან რამდენ, ან 28 თებერვლამდე რამეს გააკეთებს, ესე თუ გაგრძელდა. ვერც იური ვაზაგაშვილის მკვლელს ვერ იპოვიან, ვერც სხვა საქმეს ვერ გამოიძიებენ. ეს არის ერთი სპეციალურად შედგენილი გარკვეული სამთავრობო კონგლომერატი, რომელსაც აქვს საქართველოს დაღუპვა განსაზღვრული. სხვადასხვა ხერხებით, სხვადასხვა მეთოდებით იქ განათლების სისტემას უყურებენ, იქ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ, იქ სოფლის მეურნეობაში აქ გლეხების მიწების ჩამორთმევის ახალი კანონი დგინდება, იქ აგერ თურმე მაწონის და იმის გაყიდვა აღარ შეიძლება ყველისა, იქ ქათამს ვერ დაკლავს, სახლში და გოჩს ვერ დაკლავს, თუ ასე და ამგვარად. ესე იგი, იმის მაგივრად ამ გაჭირვებულ ქართველობას რაღაცა შეღავათი მისცეს ამ მთავრობამ, ხელში უჭერს ყოველდღურად. თქვენ რას მელაპარაკებით, კაცო? ეს მთავრობა არის გაყიდული. პირდაპირ ვაცხადებ, კაცო, გაყიდული და არავის არ კონდეს იმის ილუზია, რომ უკეთესობისკენ წავალთ. არ წავალთ, ტყუილია ეს ამბავი, რომ უცბად სავლე პავლეთ გადაიქცევა. ამას სხვა ღვთიური მისტერია სჭირდება და არა ის, რომ ის განცხადებას გავაკეთებ, ჭიკაიძე შესწირავ რაღაც იმისავით, მამა აბრამის ბატკანივით გამოიყვან აქეთ. და ყველაზე ცუდი სიტუაცია ეხლა აი ჭიკაიძე გადადგა ვის ხელშია ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტრო დროს იყო ისე იმის ხელშია ეხლა იმის ხელშია ხო და ეს რა ხალხით არის დაკომპლექტებული ვანო მერაბიშვილის კადრებით ხო ისე პროკურატურა რა კადრებით არის დაკომპლექტებული ადეიშვილის კადრებით სპეცსამსახურებში ვინაზია კაცო ვინ გააკეთა ეს იური ვაზაგაშვილის აფეთქება ის ფირცხალავა რო გამოდის დღეს ექსპერტის იმით როა მანტიით NGO რო გააკეთა ხო ვინ არის ისა ის არის ჩვეულებრივი მკვლელობის თანამონაწილე ხო რომელიმე დაუძახა დაკითხა რაღაცა რის იმედი უნდა გქონდეთ აბსოლუტურად როგორც საქართველოს ისე თითოეული საქართველოს მოქალაქე არის დაუცველი დაცულები და ბედნიერები არიან მარტო ეს პარლამენტარები თავისი ისა რა ქვია ჩოხა ახალუღი და ბუსუსიანი პრეზერვატივების კანონებით და დადიან ბედნიერები გაალაღებულები და ისა კეთილი მაყურებელს მოусვინოთ სკაიპით გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში დიახ გისმენთ დიახ გისმენთ ესე იგი მე ძალიან მარტივად მინდა ვთქვა ვის ხელში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამ 2 წლის განმავლობაში
ჯანყარაშვილი, ზედევაშვილი, თამაზაშვილის ხელში. აი ამ ადამიანებმა შეაყოლეს ეს გამოძიება რა. და ის რომ დღეს სპეცსამსახურებში და შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში ნაცები არიან, ეს მათი დამსახურებაა და მათ ასე ჭირდებოდათ. და იმედია ახლა ეს ცვლილება დღევანდელი დასრულდება იმით, რომ ყველა ეს ნაციონალების ნარჩენები იქიდან გამოიყრებიან და ჯანყარაშვილმა ზედევაშვილმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მადლობა. კეთილი, დიდი მადლობა, რომ დავიკავშირდით პირდაპირ ეთერში. ბატონო ვაჟა, ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. იქნება თუ არა ეს ერთგვარი წყალგამყოფი გასულ 2 წელსა და მომდევნო პერიოდს შორის. მე აღარ ვამბობ უკვე იმას მომდევნო 2 წელიწადს, რადგან ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიხვდებიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არის აუცილებელი, უკვე გარდაუღალი აუცილებლობის წინაშე დგას უკვე ქვეყანა. უნდა გათავისუფლდეს საკანონმდებლო ორგანო ნაციონალური მოძრაობის იმ ნაწილისგან, რომლის მიმართაც საზოგადოებას ერთმნიშვნელოვნად არა მხოლოდ აგრესია, არამედ ძალიან ცუდია, რომ აქამდე მიიყვანეს თვითონ ნაციონალებმა საქმე, არამედ ზიზღი აქვს და მათი დანახვაც აღარ უნდა, ასევე უნდა გათავისუფლდეს ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებისგანაც, რომელთა მიმართაც არანაკლები აგრესია აქვს საქართველოს საზოგადოებას და ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს. იქნება თუ არა ერთგვარი წყალგამყოფი ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობისთვის. უფრო პრეტენზიული არა, უფრო კატეგორიული გახდება თუ არა ხალხი ხელისუფლების მიმართ. ბატონ იური ვაზაგაშვილის ეს ტრაგიკული დაღუპვა ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ კუთხით, რომ საზოგადოებას აი ამ პიროვნების სიკვდილმა თვალი აუხილა ბევრ რამეზე. აი როგორც აი სხერპლმა ამ შემთხვევაში ამ სამართლიანობისათვის მებრძოლმა კაცმა და მისმა სიკვდილმა თვალი აუხილა ბევრს, რომელსაც ილუზიები ჰქონდა კიდევ რომ იცი რა რაღაცა ეშველება და რაღაცა ამ ქვეყანას და რაღაცა არაფრის გამოსწორება ამ ხელისუფლებას არ შეუძლია. ეს ხელისუფლება არის უნიათო. ეს პარლამენტი არის აბსოლუტურად დრომოჭმული. ეს პარლამენტი და ეს მთავრობა ამ ქვეყანას ვერ მართავს, მაგრამ აქ არის მეორე რეალობა, ბატონო ბონდო, ის რომ აი ამ 2 წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ეუბნეოდა ჩვენს მთავრობას, ჩვენს პარლამენტს, რომ შეცვალეს საარჩევნო სისტემა, რომ ეს არჩევნების ასეთი სისტემით, ასეთი სიებით, ასეთი კანონით ნუ ჩაატარებ. ძალიან რთულია ამ პერიოდში ვადამდელ არჩევნების მოგება ხელისუფლებისათვის. თუ ხალხმა არ გამოიღვიძა და მე ვფიქრობ 31 იანვარი უნდა იყოს სწორედ ხალხის კონსოლიდაციის და ერთმანეთის გვერდით დგომის დღე და არა კერპთაყვანისმცემლობის, უпростоრად სკამთაყვანისმცემლობით გაგრძელება ცხოვრებისა. ჩვენ ნუ გვექნება ილუზია, რომ ვინმე რაღაცა წითელ ფოჩიან კამფეტებს მოგვიტანს, როგორი მილიარდელიც არ უნდა იყოს და როგორი ტრილიონერიც. საქართველოს თითოეული ქართველის გადასარჩენია. საქართველოს თითოეული ქართველის გადასარჩენია. ნუ ვიქნებით კერპთაყვანისმცემლები და ნუ ვიქნებით სკამთაყვანისმცემლები. ამან დავგობა ჩვენ 90-იანი წლებიდან. დღესაც ეს ტენდენცია და მე ძალიან მეშინია ამ ტენდენციის. იმიტომ რომ უფალი გეუბნება, არა თაყვანისცე სხვას, არა მსახურობდე სხვას. უფლის შიში და სიყვარული დაკარგა ხალხმა და არის რაღაცა სკამზე და რაღაც იმებზე მიჯაჭული, იცი, ეს გვიშველის, ის გვიშველის, არავინ არ გიშველს. მე ახლა გამახსენდა, აი როდესაც უფლის შიშზე გამახვილეთ თქვენ ყურადღება, გამახსენდა საქართველოს პარლამენტის, სახმანდელი პარლამენტის წევრის, მაშინ ოპოზიციონერი იყო გუბა სანიკიძის სიტყვები, რომელიც მიმართავდა საზოგადოებას, როგორ შეიძლება ვანო მერაბიშვილის უფრო მეტად გეშინოდეს, ვიდრე ღმერთისო. და ის პოლიტიკოსებსაც მიმართავდა საზოგადოებასაც და ჩვენ დავინახეთ, რომ 2 წლის წინათ, როდესაც ის პარლამენტის წევრი გახდა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ გუბა სანიკიძეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ღმერთის. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს მართლაც პერსონალიებს. ერთი და იგივე თემაზე ვსაუბრობთ, ჩემო ბონდო. მე დავინახე გარკვეულად, იცი როგორი სიტუაცია, როგორც ცეკას პირველი მდივნის ეშინოდა ხოლმე იქ
პატარა ინსტრუქტორებს, გამგეებს, ინსტრუქტორებს და რაღაცა ესეთ ცეკას კურიერებს დაახლოებით ისეთივე განწყობაა დღევანდელ პარლამენტში ბიძინასადმი და აი ამ მთელი ამხელა კონგლომერატი, რომელსაც ეგრეთ წოდებული საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ქვია. ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ ბატონო არ ყავს ამ პარლამენტი მე ვგულისხმობ ქართული ოცნების იმ ნაწილს რომლებისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ლამის ღმერთზე უფრო მეტიც არის და მით უმეტეს ჩვენ არ ყავს მთავრობა რომ ჩვენ არ ვიცით გადაწყვეტილებების მიმღებები არიან თუ არა უბრალოდ ვიცით რომ არ არიან გადაწყვეტილებების მიმღებები ის ადამიანები რომლებიც დღეს ამა თუ იმ დარგის მინისტრები არიან როგორი რა დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოს ხალხმა ასეთ შემთხვევაში ვის მოვთხოვოთ პასუხი ადამიანს რომელსაც ფორმალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია და რომელსაც რეალურად ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში როგორ უნდა მოიქცეს ხალხი ამ შემთხვევაში ვის წინააღმდეგ უნდა გამოხატოს პროტესტი აი ამას ვგულისხმობ გადადგება ერთი მთავრობა და მოვა მეორე ბატონო ბონდო მე მახსენდება როდესაც პატრიარქმა ჩვენმა ბერძენმა პატრიარქმა ბრძანა რომ საქართველოში მონარქია აღდგენილიყო როგორი აჟიოტაჟი ატყდა და როგორი ის ეხლა მეფის ის გვინდა აპარატი და ამათი ნაზირვეზირები და ას და ეს და ატყდა. კაცო, დღეს ვინახავთ პრეზიდენტის აპარატს. დღეს ვინახავთ პარლამენტის აპარატს და პარლამენტს. ვინახავთ მთავრობის აპარატს და მთავრობას, ხო? აი რომელი რამის გამკეთებელი არის? აი ერთი თუა რომელიმეა, თქვათ, იგივე პარლამენტი, იგივე მთავრობა, იგივე პრეზიდენტი, რაიმეზე პასუხისგებელი? აი რომ აი მოხდა თუნდაც ესეთი ამაზრზენი მკვლელობა. ნუ მათ განაცხადეს რომ შოკში არიან. ის მათ განაცხადეს რომ შოკში არიან და ავიწყდათ რომ ხელისუფლებაში არიან და არა შოკში. შოკში იყვნენ თავის იმასთან, რა ქვია, სამზარეულოში. შეხარ საჯარო. როდესაც ხარე საჭმელს შეჭამენ. შეხარ საჯარო, რომელ შოკში არიან, როცა ყოველთვიურად 10,000-ობით პრემიას იწერენ. რომელ შოკში არიან, როდესაც მათი ხელფასი 7,000, 10,000 აღემატება. რომელ შოკში არიან, როდესაც მათი თავყბა და კისერი კადრში აღარ ეტევა. მე ერთხელ ინტერვიუში ვთქვი, რომ როცა პარლამენტში შედიან, მეთქი, მაშინ გადავუღეთ სურათი. აბწონოთ ჯობია. და აი ეხლა გადავუღეთ მეთქი, ერთი რო ვეღარ ეტევიან კანშია რა. აი დააკვირდით მათ საქციელს. მათ მოქმედებას. მე მაგალითად ასეთ რამეს შემოგთავაზებთ, ეხლა ცოტა შეიძლება იუმორით ვამბობ ამას, მაგრამ როდესაც პარლამენტის წევრები, დეპუტატობის კანდიდატები დეკლარაციას ავსებენ და ეს სავალდებულოა, აუცილებლად უნდა ჩაწერონ წონა. ფიზიკური წონა თავიანთი. მინისტრებმა და ასე შემდეგ თანამდებობის პირებმა და შემდგომ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს ასევე ავსებენ დეკლარაციას, ესეც აუცილებელი მოთხოვნაა და ასევე უნდა ჩაწერონ წონა, ოღონდ რეალური და მაშინ ჩვენ დავინახავთ რამდენი კილოგრამით იზარალა საქართველოს. რამდენი კილოგრამით მათ მოემატება, სწორედ იმდენი კილოგრამით აზარალებენ ისინი საქართველოს. ცოტა იუმორით ვამბობ ამას, მაგრამ ვფიქრობ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც ხალხზე პასუხისმგებლობას ეხებენ. ჩვენი მეგობრის ტიტო ჩუბინიძის წეღანდელი ზარი არ გავიხსენო და ვთქვა რომ აი მამუკა ხაზარაძეზე რო ლაპარაკი და TBC ბანკზე რამდენი ადამიანი გააუბედურა ძალიან ბევრი ეხლა მამუკა ხაზარაძე ძალიან ბევრი ადამიანი უწოდე რომ ქართველი კაცია და უჩივის ამ ბანკს ამის გამო ქართველი კაცია და საქართველოს საქმეს აკეთებს ის რომ ქართული ეროვნული სიმდიდრე ბორჯომი რომელთაც მთელი რესპუბლიკა იკვებებოდა და მთელი რესპუბლიკის ბიუჯეტი ივსებოდა ერთი ხაზარაძე ჯიბეში ჩადის ის რომ მისი საბას პრემია ამ იმას რა ქვია პედარასტო მანიით და მამათმავლობის და 1000-ნაირი სისაძაგლით სავსე მწერლებს ეძლევათ. ეს არის სხვა მწერლებსაც ეძლევათ ბატონობაში, არა მხოლოდ მათ. ეს რატო იცით? იქ დოჩანაშვილს მისცეს და იქ ანაკალანდას, იმიტომ რომ ვითომ ამით გააჩერონ ის და ის ხალხი, რომლებიც მართლა ის არის, რა ქვია, უნიჭობის და სიბინძურის დოღი. ეს სამარცხვინოა, რომ მამუკა ხაზარაძესნაირი ქართველი ყავს აქ. და მაგას გონია. იმედი მაქვს, რომ ბატონი მამუკა ისის თმა რო იყიდა და ბორჯომი მაგისი ასე იმ კაცმა კუბორო დადგა, იქ სწორედ დადგა. ის არის საქართველოს სიმდიდრე და უნდა გადაეცეს, უნდა მოხდეს დენაციონალიზაცია. ამ სიმდიდრისა, ეს არის კონსტიტუციური დარღვევები. ეს არის სრულად საქართველოს თუკი ბატონი მამუკა სურვილს გამოთქვამს, რომ ობიექტივის ეთერში მოგბრძანდეს და უპასუხოთ ჩვენს და მაყურებლების შეკითხვებს, ჩვენ სიამოვნებით უმასპინძლებთ მას. მაყურებელი გვიკავშირდება მობილურით მოусმინოთ ახლა მას. დიახ, გისმენთ. საღამომშვიდობის ბატონო ბონდო ბატონო ვაჟა. საღამომშვიდობის. რესტორანში მე პრიმიტიულ ენაზე მინდა ვთქვა რა რესტორანში რაც არ უნდა მშიერი შევიდეს ადამიანი
თუ შეკვეთას არ მისცემს დამიჯერებს რომ იმას არავინ არაფერს არ მიერთმევს თუნდაც ფულის ბევრი ედოს ჯიბეში რა შეკვეთა მივესით ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩვენ მარტო ის დავანახეთ მართალია ერთი მონაპოვარი რაც არის 2012 წლიდან სანამ კიდევ არის ეს თავისუფლება და ხალხი შეიძლება გარეთ გავიდეს და ისინი არავინ არ ასცემოს სანამ ამის გამოყენება კიდე შესაძლებელია რა დავანახეთ ამ ხელისუფლებას შესაძლებელია თურმე ვიღაცამ ხალხი ხოცოს ტერორში ამყოფოს ბიზნესები ატეროროს რაც უნდა ის გააკეთოს სახელმწიფო ფულით თვითმფრინავები იყიდოს და იფრინოს როგორც უნდა და საერთოდ რაც კი აზრად მოუვა ყველა სიგიჟე გააკეთოს და ეს შერჩეს ხო ეს ჩვენ დავანახეთ სამწუხაროდ რა თქმა უნდა გარდა იმ კანტიკუნტი ხალხისა რომელიც ჩანხარსა და იბრძვით და მე სამწუხარო იმედი მაქვს რომ ამ კანტიკუნტ ხალხსაც ალბათ გააჩუმებენ თუ მართლა ხალხმა მხარი არ აუღა და თუ მართლა უნდა ხალხს კეთილდღეობა თუ მართლა უნდა ხალხს ამ ქვეყნის ფეხზე დადგომა თუ მართლა უნდა ეროვნული მთავრობის მოსვლა ქვეყანაში მაშინ ეს რაღაცით უნდა გამოიხატოს ხო არ ჩანს თითქოს ხალხს ძინავს თითქოს არ ვიცი თითქოს ყველაფერი კარგად არის და რა კატასტროფა უნდა დაგვემართოს იმისთანა რაღა უნდა მოგვივიდეს ცა უნდა დაგვექცეს თავზე თუ დედამიწა გამოგვეცალოს რომ მოვიდეს აზრზე რომ ქვეყანაც გვეცლება ხელიდან მიწაც ფეხიდან და საერთოდ და თქვენ მიდიხართ 31 იანვარს აქციაზე მე ბათუმში ვერ წავედი შვილები გაუგზავნე აქ თბილისში ეს აქცია არა ვიცი მე რაც არის თბილისში 31-ში მე რაც ვამბობ ბათუმში რო ვერ შევძალი ჩემი შვილები წავიდნენ ვიცი რომ ეს 31-ში თბილისშია და მოვალ მაგრამ რაშია იცით მე ბევრი გირე გავწამოს კი თქვენ გვერდში ვარ ჩვენ მოვალ აი ნახავთ რა უნდა გამოვიდეს ხალხი მე არ ვამბობ იმას რომ თქვენ გვერდში არ უნდა თქვენ ახართ ქვეყნის გვერდში და ვინც ქვეყნის გვერდშია ყველა ერთი მეორის გვერდში უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა მაგრამ შეგვეცა თუ არ მივეცი თუ პატარა ფეხი არ დაუბაკუნეთ და ეს ფეხის დაბაკუნება ჩემი აზრით დაჟე ნიშნავს თუ პრემიერ-მინისტრი ზოგს კარგად მიაჩნია და ქვეყნის პატრიოტად მიაჩნია ღმერთმა გაუმარჯოს ეს იმ პრემიერ-მინისტრის მხარში დგომასაც ნიშნავს რომ მოვითხოვოთ რაღაცა იმ კადრების აი რომელსაც თქვენ ბრძანებთ რომ დღეს კიდევ მართავენ ქვეყანას იმ სისხლიანი ხელებით ჩამოშორდნენ და მარტო გამგეობიდან დამლეგებლების განთავისუფლება ხო არ არის საქმეა რა და ეს პატარ-პატარა ხალხის ისა რა კეთილი გასაგებია თქვენი პოზიცია დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ და პირდაპირ ეთერში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ბატონო ვაჟა ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ძალიან კვეთრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ახლა როგორ წარიმართება ჯერჯერობით ძალიან ძნელია ამისი თქმა არ მინდა იმაზე მეტი ოპტიმისტი ვიყო ვიდრე მოეთხოვება საერთოდ ჟურნალისტს როცა საჯარო სივრცეში საუბრობს მაგრამ ხელისუფლება გეგმავს იმ ადამიანების დათხოვნას თანამდებობებიდან რომლებთან მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები თქვენი აზრით იქნება თუ არა ეს ხელისუფლების მიმართ ნდობის დაბრუნებისთვის საკმარისი თუ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა თუ თქვენ უკვე აღნიშნეთ ამის თაობაზე ერთმნიშვნელოვანია უკვე ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აქვს თუ არა შანსი დღევანდელ ხელისუფლებას მე ვფიქრობ რომ დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი შანსი არ გააჩნია ის გუნდი რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში ვხედავთ არ არის იმ ძალის მქონე რომელიც ამ ქვეყნის საჭეს შემოატრიალებს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მინისტრს სამწუხაროდ ეს იქნება ინტეგრაციის თუ შერიგების თუ რას ჯანდაბას ეძახიან კიდე იქ კულტურის მინისტრზე და განათლებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და ასე შემდეგ და აი ვერ ვხედავ ვერც ერთ მინისტრში ვერ ვხედავ მე მამულიშვილს რომელსაც საქართველოს ტკივა ვერც ერთ პარლამენტარში ვერ ვხედავ მე მამულიშვილს რომელსაც საქართველოს ტკივა მე არ ვამბობ თავისი სკამიროს ტკივა თავის თანამდებობა თავისი რაღაცა პრემია თუ ხელფასი თუ რაღაცა თავისი საახლობლო წრე თავისი მე ამას ვერ ვხედავ აი ეს არის უბედურება აბსოლუტურად ვერც ერთ სამინისტროს კიდევ ვიძახი ვერც განათლების სამინისტროს რომელიც ყოველ წელს ცვლის იმას რა ქვია სკოლის სახელმწიფოს რომ ახალ-ახალი იაკობ გოგებაშვილი იბადება ვერც ბუნების დაცვის სამინისტროს რომელსაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და აგერ საყდრისის მარტო აფეთქება კი არა მთელი ტერიტორია იწამლება და ერთხელ ხმა არ ამოუღია ხო
რა თმინდა იმისი ან სამსახურები ან დეპარტამენტები. თუმცა ეს წლების მანძილზე ასეა, არა მხოლოდ ბოლო 20 წელიწადია სულ ამაზეა ლაპარაკი. რომელმაც ხელი მოაწერა აფეთქებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რა დღეშია, ესე იგი ქართველი გლეხი რა მდგომარეობაშია სოფლები. იმის მაგივრად რომ შექმნილიყო ისეთი პოლიტიკა წარედგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ გლეხს და საერთოდ მოქალაქეს მიეჩქარებოდეს სოფელში ან გაუმჯობესებულიყო ჩვენი სოფლები რომ იცლება ეს урბანული საკითხი და მოეგვარებინა რომ უფრო ან იაფი ყოფილიყო სოფელში ცხოვრება ან სინათლე ან გაზი ან მომსახურება ან რაღაცა წარმატებული ის პროექტები განეხორციელები და ხელი არა საპიარო პროექტები კი არა რეალური რომ გლეხს ეგძრო შეღავათი რომ იცი მე მეხმარება სახელმწიფო ხელისუფლება რომელიც სფერო აღარ ვამბობ ეხლა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე რომელიც სამაჩაბლო და რომელი აფხაზეთი დაგიბრუნდება კაცო აფხაზეთში დგა ისევ ბიჭვინთაში მედიას ძეგლი დიდი ჩვენი შემოქმედისა მერაბ ბერძენიშვილისა არა უფეთქებიათ აფხაზებს დაიცვეს ეს ძეგლი დღესაც წარწერა ქართულ და რუსულ და აფხაზურ ენებზე ჩვენ აგერ ქუთაისში ავაფეთქეთ არა და საყდისი მივაყოლეთ აგერ სამართლიანობისას მებრძოლი კაცი შვილის საფლავზე დავაკალით რაღაცია ლაპარაკი ვის დაბრუნებას ვლაპარაკობთ იქ იური ვაზაგაშვილი სადაც მოკლეს იქიდან სადღაც კილომეტრშია რუსის ჯარი გაჩერებული სხვათაშორის ერთ-ერთ ვერსიად ეგეც გამოითქვა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თქვა რომ შესაძლოა კვალი მიდიოდეს ოკუპირებული ტერიტორიისკენ ან შემსრულებელი იყოს კითხარეს უკვე გადასულიო მე მინდა რომ ორი განცხადება გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და თქვენს გაგაცნოთ ეს არის ისეთი ლოგიკური განცხადებები მართლა ქვას ხეთქავს ეხლა მოისმენთ თქვენ ამ განცხადებებს და დარწმუნდებით რომ ამ ადამიანების ლოგიკა მართლა უსაზღვროა. პაატა ზაქარეიშვილმა შერიგების და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, მე გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ განცხადებას, როგორც ჩანს პუტინი რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ეს 2 თვის წინათ, ხოლო ახლა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ჩემი აზრით, როგორც ჩანს, მკვლელი დაინტერესებულია, რომ კვალი წაიშალოს და ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნას. შეგვიძლია ჩვენ ახლა ერთ და პირველ და მეორე შემთხვევაში საწინააღმდეგო წარმოვიდგინოთ და ვთქვათ ასე, რომ პუტინი რუსეთის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს, ან მკვლელი დაინტერესებულია ვაზაგაშვილის საქმის გახსნით. მართლა საოცარი განცხადებებია თავისი ლოგიკით. შეკითხვა რომ დამისვით თქვენ გაქვთ იმედი რომ ეს ხელისუფლება რა აი ეს ხელისუფლება ზაქარეიშვილების სესიაშვილები და ეს ისენია რა ქვია ორღობის პოლიტიკოსები შეძლებენ ამ ჩარხის საქართველოს სასარგებლოდ ქართველი ხალხის სასარგებლოდ შემოტრელებს ეს ხო ყველაფერი სისულელია რა ძალიან სამწუხაროა რომ ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთ სერიოზული ვითარება კინო რო გვინახე ეს არის ყველა შეხოთებულია და უცბად ჩვენ ვისმენთ ეს არის აცინოა ქართული საზოგადოებისა აი ზაქარეიშვილის ნაირი კაცი რო მინისტრად გეყოლება ხო სასაცილოა მართლა სატირელი რო არ იყოს რა დაცინოა ქართული საზოგადოების მაყურებელს მოусმინოთ Skype-ით გვიკავშირდება დიახ გისმენთ ჯობათ მოგესალმებით კიდევ ერთხელ სამწუხარო ფაქტს ვიზიარებ და უზიარებ საქართველოს და წეგან კითხვა დასვით რესპონდენტთან ბატონ ვაჟასთან რომ გჯერა თუ არა რომ რადიკალურ ცვლილებებზე წავა ხელისუფლება მე ჩემ პოზიციას გეტყვით რომ ამისი არავინ არ დაიჯეროთ ხალხო მეც ეგ არა ვთქვი იმიტომ რომ ფაქტია რომ დღიდან ამ ხელისუფლების მოსვლისა გვარწმუნებდნენ რომ იქნებოდა სამართლიანობა აღდგენილი და რამოდენიმე ბარტყი გადმოგვიგდეს ესე ვთქვათ მერაბიშვილი უგულავა ახალაია და მორჩამითი სამართლიანობა რომლებიც კომფორტულად არიან იმ საგნებში მოთავსებულები შეიძლება რამოდენიმე ბარტყი გადმოაგდონ თანამდებობებიდან და აი ვათავისუფლებთ და რადიკალურად უკვე წმენდავთ ნაციონალებსო მაგრამ ეს იქნება მხოლოდ რამოდენიმე და მორჩება მაგაზე რა არ დაიჯეროთ ხალხო ეს ხელისუფლება მართლა შესაძლებელია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ ბატონო ვაჟა ფაქტია უკვე რომ თუკი მე ვიცი მოთხოვნები პატრიოტ ალიანსის თავმჯდომარემ ბატონმა დავით არხანმოურავმა ისაუბრა როდესაც აქცია დაანონსა ასე ვთქვათ ობიექტივში ბოლოს გამოსვლის დროს
მან აღნიშნა, რომ თუ კი ხელისუფლება რაღაც ამ ნაბიჯებს არ გადადგავს, მაშინ იქნება მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და ეს იქნება და პერმანენტულად აქციები გაგრძელდება, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში. მთელ საქართველოს დავაყენებთ ფეხზე. სამართლიანობის დამკვიდრების მოთხოვნით აქცია, რომელიც გაიმართა ბათუმში შარშან 14 დეკემბერს, ჩვენ ვიცით, როგორც ჟურნალისტებმა, ასევე მაყურებელმა და მსმენელმა, ამის თაობაზეც იყო საუბარი, რომ უნდა გაგრძელებულიყო რეგიონებში და შემდგომ უკვე თბილისში დასრულდებოდა. ანუ რამდენიმე აქცია იგეგმებოდა და შემდგომ უნდა გამართულიყო აქცია თბილისში. და მოხდა ისე, რომ იური ვაზაგაშვილის ამ საშინელმა მკვლელობამ უკვე ეს რეგიონებში დაგეგმილი, ასე ვთქვათ, აქციები უკვე გადმოიტანა მთლიანად თბილისში და ახლა უკვე მართლა ისეთი ვითარება, როდესაც დრო არ შეიძლება რომ დაიკარგოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური სპექტრი გასაგებია, რომ ხალხი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსის ამ მოთხოვნას სამართლიანობის დამკვიდრების თაობაზე. ეს ფაქტობრივად ხალხის მოთხოვნა, შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ ხალხის ამ მოთხოვნას მხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსი. ეს ერთი და იგივეა უკვე. პოლიტიკური სპექტრი შეუერთდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას. დღეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი არის თუ არა მზად იმისთვის, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის მიმართ. მე სხვა პოლიტიკურ ძალაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ბატონო ბონდო, მე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ვარ. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვისა. საქართველოს პატრიოტთა ალიანსში არიან ძალიან ბევრი პროფესიონალი და სამხშობლოს ნამდვილი პატრიოტი მამულიშვილები, რომლებსაც ტკივათ საქართველო და ამავე დროს თავისი საქმე იციან ბრწყინვალედ. მე არ მინდა ახლა ბოლომდე გავხსნა კარტები რო იტყვიან, მაგრამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღება. და ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ჩვენმა ბრძოლამ, თუნდაც დაწყებულმა ამ 5-10 წლის წინ, იგივე წინამდებობის მოძრაობას გულისხმობ მე და თუნდაც ქართული ოცნების ოქროს ტახტრევანზე დასმა ჩვენი ბრძოლის გარეშე არ მომხდარა. ეს იყო სწორედ წინამდებობის მოძრაობის და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დამსახურება, რომ არა ის ციხის კადრები, დღეს იქნებოდა პარლამენტი ასეთ შემადგენლობით 40% ოცნება და 60% ნაცები. იმიტომ არ იყვნენ მზად, როდესაც ესეთი არაპროფესიონალი მინისტრები მოიყვანეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ აი ბატონო, გავიდა 1 თვე, გავიდა 9 წელი, გავიდა 1 წელი, როგორც ამერიკელები იძახიან 100 დღე თუ რაღაც ასე, ყველანაირი 100 დღე გადავიდა. და ვხედავთ, რომ ესე იგი, აი ესე ინერციით, ესე იგი, თავისი ჯიბის გასხელებით პრემიას დაარქვეს დანამატი, იმას ქალაქის მერია მის ესე იგი დაანგრიეს თბილისს აღარ აგავს. ის გამოვიდა ის რომ პრეზიდენტი პლასტელინის ყოფილა, ვერ გაამართლა თავის ფუნქცია, ქალაქის მერი ვერ ამართლებს თავის ფუნქციას, ვიღაცა მინისტრი ვერ ამართლებს თავის ფუნქციას. მაშინ რა გვინდა ესეთი მთავრობა? გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. და ხალხი მასობრივად დაუჭერს მხარს იმ ძალას, რომელსაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ქვია. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ რისთვის იბრძვის, ვინ საიდან მოვიდა, ვის როგორი წარსული აქვს და ვის რა მიზნები აქვს. ეს ცასახად ჩამოაყალიბა ძალიან ბევრჯერ დათო თარხან-მოურავმა, მართლაც უნიჭიერესმა და უჭკვიანესმა პოლიტიკოსმა და მოღვაწე კაცმა, დიდი გიორგი სააკაძის შთამომავალმა და დედით ბაგრატიონების შთამომავალმა და მართლაც გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან კარგად ვხედავ დათოს როგორ ტკივა საქართველო. მე მაშინ სწორედ იმ გიორგი სააკაძეს ვხედავ, რომელმაც შვილი გაწირა საქართველოსთვის. და ამიტომაც 31 იანვარს უნდა დადგეს სრულიად საქართველოს ფეხზე. 31 იანვარს ქართველ ყლაპიებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს არ მომკვდარა, რომ საქართველოს ფხიზლადა და საქართველოს გადარჩება. ერთად დგომით, ჩემო ძვირფასო ქართველებო. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა სტუდიაში მობრძანებისთვის, ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი საეთერო დრო უკვე ამოიწურა. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებთ, თქვენ უყურებდით და უსმენდით ობიექტივის ღამის სტუდიას. სტუმრად ბრძანდებოდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. გადაცემას კი ჟურნალისტი ბონდო ბძინარაშვილი უძღვებოდი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.